ქვეყნის მთავარ გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შიმშილობის აქცია ისევ გრძელდება მიუხედავად გუშინ გაკეთებული განცხადებებისა, რომელიც მასშტაბურ აქციაზე მოვისმინეთ გამომსვლელების მხრიდან, რომლებიც თხოვდნენ მოთხოვნით მიმართავდნენ მოშიმშილეებს, რომ პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეეწყვიტათ, თუმცა მიუხედავად ამისა, მოშიმშილეები არ აპირებენ, რომ პროტესტის ეს ფორმა შეწყვიტონ, რადგან როგორც ისინი ამბობენ, მართალია გუშინდელმა მასშტაბურმა აქციამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეების ბრაზი არცად წასულა, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები ამბობენ იმასაც, რომ 24 საათიანი პროტესტი არის მთავარი და მნიშვნელოვანი ახლა და ამისთვის არის აუცილებელი მათ შორის, რომ ეს შიმშილობის აქცია გაგრძელდეს. შესაბამისად არ აპირებენ, როგორც გითხარით, პროტესტის ამ ფორმის შეწყვეტას. რაც შეეხება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ისინი თავს მხნედ გრძნობენ, თუმცა მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან ხდება საყურადღებო თავს. ბევრად სუსტად გრძნობენ გამომდინარე იქედან, რომ 33 დღეა უკვე ეს ადამიანები, რაც საკვების მიღებაზე უარს აცხადებენ. ჩვენ ჯანმრთელობაზე აღარ ვილაპარაკებთ, თუ საჭირო იქნება ამაზე საუბრობენ სამედიცინო სფეროს მუშაკები, ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსთაველის პროტესტი უნდა იყოს 24 საათიანი. რაც იმას ნიშნავს, რომ აქ უნდა იყოს ხალხი მთელი დღე-ღამის განმავლობაში და მათ უნდა გააგრძელონ ეს პროტესტი და შიმშილობის აქცია არის ამის ნაწილი, ის მოუწოდებს ყველას, რომ ჩაერთოს 24 საათიან პროტესტში, იყოს მორიგეობა და რუსთაველის გამზირზე სულ იყოს კერა წინააღმდეგობის მშვიდობიანი პროტესტის, რათა ერთიანი ძალებით დავასრულოთ რეჟიმს. გუშინდელი დღე კიდევ ერთი კლასიკური მაგალითი იმისა, რამდენი ადამიანს არ უნდა ეს ხელისუფლება, ეს მიტაცებული ხელისუფლება, რომ არსებობდეს საქართველოში და ამიტომ ჩვენი მოთხოვნები არის ძალაში. ეს უცვლელია სინდისის და პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ის რაღაც მინდა საზოგადოებას უთხრა რა. მე ბიძინა ივანიშვილის გამო კი არ შიმშილობა. მე ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი შვილების მომავლისთვის შიმშილობ. აი იმ ანწუხელიძეს საქართველოსთვის შიმშილობ. გარდა მოშიმშილეებისა, რომლებიც უკვე 33 დღეა, რაც რუსთაველის გამზირზე ღამეს აათენებენ, გუშინ მაგალითად აქ ღამე გაათენეს ახალგაზრდებმა სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც ამ წუთებშიც რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან. ესენი არიან ახალგაზრდები, რომლებიც გუშინ დაგეგმილ მასშტაბურ აქციაში იღებდნენ მონაწილეობას, მარშით მოვიდნენ რუსთაველის გამზირზე და ამის შემდგომ გადაწყვიტეს, რომ სოლიდარობის ამ ფორმისთვის მიემართათ და ასე გამოეხატათ მხარდაჭერა სინდისის პატიმრებისთვის, როგორც ეს ახალგაზრდები ამბობენ, ის ადამიანების მხარდაჭერა არის ახლა მთავარი და მნიშვნელოვანი, ვინც უკვე მათი თქმით ერთი წელია უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან და შესაბამისად ამ ფორმით გამოხატეს მათ სოლიდარობა მათ მიმართ და დღეს საღამოს 9 საათამდე ისინი რუსთაველის გამზირზე იქნებიან და ასევე არ გამორიცხავენ იმასაც, რომ მსგავს ფორმებს მიმართოს სოლიდარობა მხარდაჭერა სინდისის პატიმრების მისამართით. ჩვენ მოქალაქეების გარკვეულმა ჯგუფმა, რომლებიც აგრეთვე სხვა შორის ვიყავით პატიმრობაში და გამოვცხადეთ, რაც ნიშნავს, როდესაც გართმევენ თავისუფლებას, გადაწყვეტეთ, რომ სოლიდარობა გამოგვეცხადებინა თვითონ სინდისის პატიმრებისთვის და 24 საათიანი აქცია დაგვიანონსებინა მათთვის. გუშინ მარშთან ერთად მოვედით დაახლოებით 9 საათისთვის და მთელი ღამე გავათენეთ. და დღეს დაახლოებით 8 საათამდე 9 საათამდე აქ ჩვენ დავრჩებით. მოვუწოდებთ სხვა მოქალაქეებსაც, რომ შემოგვიერთდნენ და ერთად გამოვცხადოთ სოლიდარობა უდანაშაულოდ დაკავებულ მოქალაქეებს. სოლიდარობის ნიშნად ეს ხდება ეს ყველაფერი პატიმრების, რომლებიც უკვე ძალიან დიდი ხანია ციხეში იმყოფებიან და ვაპირებთ, რომ სამომავლოდაც განვახორციელოთ იგივე ქმედებები, იმისთვის, რომ უფრო მეტმა ხალხმა დაინახოს, ასე ვთქვათ, ქვეყანაში არსებული პრობლემები და ის უსამართლობა, რაც ხდება. უკვე 33 დღეა, რაც მოქალაქეები ქვეყნის მთავარ გამზირზე პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ ორი მთავარი მოთხოვნით, სინდისის პატიმრების გათავისუფლების და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის მოთხოვნით და ეს ადამიანები, როგორც თქვენც ისმენთ პირდაპირ ეთერში, არ აპირებენ ამ პროტესტის შეწყვეტას, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება და პერიოდულად მათ ამ პროტესტს უერთდებიან სოლიდარობის მიზნით სხვა აქტივისტები და ის ადამიანები, ვინც მხარდაჭერას უცხადებენ სინდისის პატიმრებს. პირდაპირ ეთერში დიანა ჩირგაძე საუბრობდა.